მეგობრებო, გამოვედი ბულვარში, გამარჯობათ. მე მგონი მე ღირსა, მაგრამ გარანტიას ვერ ვიძლევი, წკაპაწკუპი მესმის წვიმის. არ დავნებდები, მაინც გავალ ბულვარში. თითქმის მოვედი რაღაცებს დაგათვალიერებიოთ, ცოტას მაინც. აი, გაჩვენოთ ახლა. არ არიან ფრინველები გარეთ? თუთიყუშებს გაჩვენებ. აი, ნახეთ. შეხედეთ როგორ გვიყურებს. გამარჯობა. ხშია? აქ ვიცი ამ წყალში სულ ბანაობა, მაგრამ ამ წუთას არ არის. იტყობათ ცოტა სიცხე რომ არის, არ არიან გამოსულები. ან წვიმას ელოდებიან. მაგესმით ფარში მაგის. ნახეთ ხელამაზი. გესმით ხო? ნახეთ. ესა მაგარია დიდია. ქება მოტრიალდეს გაჩვენოთ. ნახეთ რა მაგარია. კიდევ ისინი კიდე წყალში ცურავენ. აი ეს მინდოდა მეჩვენებინა. იქით ნახეთ კიდე რამდენი არიან. შიგნით ფარშევანგები არიან კიდე ბევრი. შიგნით ვერ შევალ მე. მერე თუ გარეთ გამოვლიან კიდე გაჩვენებთ. კიდე იღოს. ნახეთ. ეს არის პატარა პარკები გაკეთებული. აქ გამოსვლა ძალიან მიყვარს. ახალ გამოვაჩენ. გონე ისე გადავიდეთ. პატარა შადრევნებია. ნახეთ ხელამაზია. ეს ხმა ძალიან ამშვიდებს, აქ მიყვარს გამოსვლა. ხშირად გამოვდიოდი ადრე. გამტვირთვა ძალიან მაგარი. სამტაკებარი. ნახეთ როგორი პარკია ეს პატარა. ნახეთ გამქლა. ხმებია აქ და ასეთი დასაჯდომებია. ძალიან კაი ადგილია ეს. ეს წყალის ხმა არის, რომ რაღაცნაირია. მაგარ სიმშვიდეს. მერე თუ მოვახერხე და არ გაწვიმდა, დიდ შადრევნებთანაც მიგიყვანთ. ეს ხანდაკებები ვის არის, არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი. ლამაზი გაკეთებულია. აქ განათებებია გამო, ისეთი ლამაზია შიგნით. განათება ყველგან. ეს არის შიგნით ბულვარში ბათუმის კულტურის ცენტრი. ლამაზი შენობა, რაღაც ჩინური გეგონება. ნახეთ, ლამაზი. ლამაზი. სხვაც დაგანახოთ. აი, სხვასაც გადავყურებ აქედან. მალე სეზონიც გაიხსნება. ნახეთ ეს ულამაზესი რესტორანი. აი. ნახეთ რა კარგი გაკეთებულია. გეოგრაფია, რესტორანი გეოგრაფია. ძალიან ლამაზია. ზღვის სანაპირო. ეხა იქვე ვერ ჩავალ და მე სხვა დროს გაჩვენებ.
ხდება აქ ბულვარში, ბევრი რაღაცის გაკეთება. ემზადებიან უკვე. საკმაოდ ბევრია ხალხი. ავა მუსიკები არ მინდა. ხომ გითხარით გაჩვენებთ რაღაცებს მაინც მე. ხომ დაგყვირდით. ისე ბულვარში ბევრი რაღაცები აიღეს ძალიან. ხარია მაგარი. არა? აი სიგრილია. ნახეთ. არ არის აქ რაღაცები. ესეც ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი. ცოტა შორს ვდგავარ, მაგრამ ჩანს საკმაოდ. ახლოს რამესთან თუ მივალ, ახლოდანაც გაჩვენებთ. ეს არის ჩვენი ძირძველი ბავშვობის დროინდელი. ულამაზესი რამეა. მე რომ პატარა ვიყავი, მაშინაც ასე იდგა. ხეთ ეს არის მარიოტის სასტუმრო კი არა, კორპუსი. მარიოტი. ცათამბჯენები, ხო, ცათამბჯენები, ასეც ლაპარაკობს. მაგერ არის შერატონი. ნახეთ რა მხელაა. ხო, უკეთესად გაჩვენა. შერატონი. ეს კიდევ ჰილტონის სასტუმრო. ხალხო, მედუზა 1 საათია ვიგონებ ამის სახეს. ჩემი ბავშვობის დროინდელი მეთქი აქ ნაყინები იყიდებოდა, ჭამდი მახსოვს. და სახელი ვერ მოვიგონე, მედუზა. არა. აი ახლოდან შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ბათუმის. უფრო ახლოდან გაჩვენეთ. უნივერსიტეტის წინ. ლამაზი. ესეც უნივერსიტეტის წინ არის. ლამაზი გამწვანება, ყვავილები, ესეთი ლამაზია. ჩამოსული არიან უცხოელები და სულ ტელეფონებით დადიან და ფოტოებს იღებენ. ეს ყოფილა გაზანია. ნახეთ, გაზანია. მე არ ვიცოდი ამის სახელი. ნახეთ, რა ლამაზი. ამას არის ბუჩქივით რაღაც ყვავილებსაც ვერ ვიტყვი. ყვავილებია კი, მაგრამ ბუჩქივით. ამას აწერია რაო? ნანდინა შინაური, ნანდინა. არასდროს არ მქონდა გაგონილი. ჩინეთის. არა, აი უკანა მცხარა. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან ლამაზია აქაურობა. ესეც უნივერსიტეტის წინ. ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ. ჯერ არ გაშლილა. პატარა კვირტებია. აქ არის კიდე ძალიან ლამაზი დასაჯდომი. აქაც ხშირად გამოვდივარ, ნახე როგორია. ასეთი გაკეთებულია სპეციალურად და დასაჯდომი. აქაც გამოვდივარ და მომწონს აქაურობა ძალიან. ძალიან ულამაზესია. შორიდან რომ გადამეღო, უფრო კარგად დაინახავდით შეიძლება, მაგრამ ამ სილამაზეს ვერ აღიქმნებდით შორიდან. ნახეთ, თითქოს ბოტანიკურ ბაღში შედიოდა ისეთი სილამაზია. აი ეს ხე არის ყემალი წითელ ფოთოლა, ყველასთვის ნაცნობი. ხომ იცით? შაშპრამი და რეჰანი რომ ვერ გავარჩიეთ, ყემალს ხომ ვარჩევ.
ტყემას ნამდვილად ვარჩი. იმას ოკი ისა არა. ნახეთ? ეს არის ჭყორი თეთრარშიანი ჭყორი. ისეთი სახელებია. ია მაგნოლია. მაგნოლია, ხო, მაგნოლია. ეს არის მაგნოლია. ნახეთ, უკვე აყვავილებულია. სახელების პრობლემა მაქვს. ჩემი სახელი არ დამოვიწყდება იმედია. ნახეთ ეს როგორი ბილიკია და მიყვები ასე და სულ გამწვანებაში შედიხარ. ულამაზესია მეგობრებო, მართლა ოღონდ ულამაზესი. აი ნახეთ. ნახეთ ასეთი ბილიკით მიდიხართ. ძალიან ლამაზია. აქ არის აი განტვირთვა თუ გინდა და თუ გინდა რომ ერთი დღე რაღაც სულ სხვა ხასიათზე დადგე, აქ უნდა გამოხვიდე. ეს არის ფიჭვი. ალასის ყირიმის ფიჭვი. არის ძალიან დიდი. მაღალი. ძალიან მაღალი. აქ ნახეთ სილამაზეს. ეს ჯუჯანაძეები ყველა მიცით, მაგრამ სილამაზე ნახეთ მისი. სასწაული სილამაზე აქვს. ბოტანიკური ბაღი, გეგონებათ მართლა. სულ უცხოელები დადიან ხალხი და ტელეფონებით დადიან. არც ერთ კუთხეს და არც ერთ წერტილს არ ტოვებენ, რომ არ გადაიღონ. არ მინდა მე კადრში მოვაყოლო ახლა ისინი, თორემ აქ სულ დადიან და მე ყველა წერტილს ვერც ვიღებ მაგის გამო, რომ არ მინდა კადრში მოყვენ. აი ნახეთ რა სილამაზია. ეს ნახეთ აბელია. ეს ეთყობა ახალი გამოსხლილია და არა ჯერ გაზრდილი ფოთლები. ნახეთ როგორი ბილიკებითა. აი ასეც რომ გაჩვენოთ შორიდან. ხალხო შეიძლება ვერ ვიღებ კარგად. არის ულამაზესი რამე. აი ნახეთ. ყველა კუთხიდან მიდის ბილიკი და გადიხარ. არ არის ძალიან დიდი. შეიძლება 15 წუთში ყველაფერი დაათვალიერო, მაგრამ არის რაღაც საოცრება. დღითიდღე ალამაზებენ, მართლა ლამაზია, რა ვთქვა რა. ეხლა ეს არ მომწონს, ეს არ არის ლამაზი, მაგრამ ამასაც გაასუფთავებენ. ამასაც არ დატოვებენ. აქ მახსოვს მე პატარა ეგენიც იყო შარშან თევზებიც. აუცილებლად გაასუფთავებენ, ეთყობა რაღაცა კეთდება. თორემ ის ასე არ დარჩება. ნახეთ ბილიკები და ნახეთ გამწვანები. აქ არ მომბესდება. მთელი დღე რომ აქ ვიყო არ მომბესდება. ჩემიდან არის ეს ზუსტად სადღაც 40 წუთის სავალზე. და სულ მაინტერესებდა ამას რა ერქვა ამ ყვავილს. და ეს ყოფილა კალის ტემონი. არ ვიცოდი. ეს არის შერატონის წინ. ეს სილამაზეები. ნახეთ. ეს პატარა ჟიაკიდო.
ამასაც განათება აქვს და ღამეში ესეც ძალიან ლამაზია. კარგია. ასუფთავებენ, მაგრამ ახლა რაღაცები ყრია, მაგრამ სუსტა ისე. მაგრამ კადრები მინდა ისე გადავიღო, რომ ხალხი არ მოვაყოლო. ვინმე საკედური არ მომწეს. აი ეს არის კიდე ეხლა შუქი მანათებს და კარგად არ ჩანს. აქ არის პაუზები. აქ შესლა ფასიანია. მე ეხლა შიგნით ვერ შევარ, მე არ ვცურავ. უბრალოდ გაჩვენებთ შორიდან. ეხლა ცოტა დავჯექი, თორემ ძალიან ბევრი ვიარე. კიდევ ცოტა რამეს გადავიღებთ და გაჩვენებთ. დავისვენებ 1 წუთს და გაჩვენებთ კიდევ რაღაცებს. აქ ბულვარი ხელა ტერიტორია ახალ ბულვარში ჩასასვლელია კიდე აქედან ბულვარის შემოსასვლელშიც არ შემოვსულვარ მე შუა წერტილიდან შემოვედი. აქ იმდენი რამეა სანახავი, ამას ერთ დღეზე ვერც გაჩვენებთ, მაგრამ რასაც შევძლებ, რასაც მოვახერხებ ამ დროში, გადავიღებ და გაჩვენებ. აქ მაგნოლიები არის ძალიან ბევრი, სხვათაშორის წაღან სახელი ვერ მოვიგონი. ეხლა დაუწყია აყვავილება, მაგას ძალიან გემრიელი სუნი აქვს და ლამაზი ყვავილი. მე მახლია ჩემი ძმის ცოლი, მაგრამ არ უყვარს კადრში გამოჩენა და არ ვაჩენ. ნინო, გამოჩდები? არ უყვარს გამოჩენა და დამალულად ყავს. ის მაგრამ არ ვაჩენ. ხეთ ლამაზია. სპეციალურად გაკეთებული. კიდე შიგნით რომ შეხვა დასაჭრომებია. ეს არის კიდე უნივერსიტეტი რომ გააკეთა ნიშა. ხო, მოქმედია საერთოდ. შესასვლელი პირდაპირ ზღვასთან. ბულვარში ვარ მე უკვე შიგნით. იქედან ზღვასთან შედიხარ. აი, ნახეთ, ეს არის კოლონადები. აი, ჩემი საყვარელი ვარდები. თეთრი ვარდისფერი, ეს ცეკასის პალმებია. ნახეთ რამდენია. მოცეკვავე შადრევნები, რომელიც შვიცრაცზე ჩაითრობა და სულ სხვა ეთერი აქვს მე. მუსიკების ერთად ცეკვავენ და მაღლაზე ამოდიან უფრო. აქ ცოტა მოემატა შადრევნების სიმაღლე, მაგრამ ჯერ არა, შვიცრაცზე. ულამაზესებია. ეს რა ლამაზია? მილიონერია. რა ლამაზია? რა ვიცი რა. აქ გამოსვლა არის სულის მოთქმა. ესეც კიდე ბულვარის შემოსასვლელი. ნახეთ, ლამაზი ფილებით და ყველანაირად მოწესრიგებულია. იქ კიდე ნახეთ ბამბუკები. ეს ბამბუკები ძალიან დიდი ხნისებია. ეხლა იქედან გავალ და წავალ სახლში. ასე უნდა გადავიღო ამ სილამაზეების ერთად.
ცედეთ, აი ასე. რაც შემეძლო ყველაფერი გაჩვენეთ, ყველაფერს როგორ გაჩვენეთ. მთელი ბულვარი რომ მოვიარო, ამას 3 დღე დაჭირდება. დღეს რაც მოვახერხე, ის გაჩვენეთ. სივარ ლამაზ ყვავილებთან, ლამაზი ხედის ერთად. ხალხი მოძრაობს ძალიან ბევრი, ძალიან. ეს საკმარისია. ხა? წავალ სახლში, ცოტა ქარი წამოვარდა. მეგობრებო, ცოტა ხმაურიანი ვიდეო იყო. კი, ბულვარის ხედი გაჩვენეთ შეძლების და მიხედვით. მაგრამ ხმაურია, იქ ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ხმაური რომ არ იყოს, ისე ვერაფერს ვერ გადაიღებ. ხალხი მოძრაობს, ქარია, მაგრამ როგორც გამოვიდა, ისე გამოვიდა რა. დაგპირდით და გაჩვენეთ. მე მგონი ლამაზი გამოვიდა ვიდეო. შვიდობიან ღამეს გისურვებთ. ეხლა უკვე ღამის 10 საათია და გემშვიდობებით. აბა პროექტ მოვალ ხვალდილას აუცილებლად.